მოგესალმებით. დღეს ბევრ საინტერესო სიახლეზე ვისაუბრებთ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პარის სენ-ჟერმენი საშინაო მოედანზე ლანს დაუპირისპირდა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედანი იძულებით დატოვა. როგორც ჯიო თიმი იტყობინება, ხვიჩა სამედიცინო სურათს ელოდება დაზიანებულ ფეხზე. ირკვევა, რომ ქართველი ფეხბურთელი გადაადგილებისას დისკომფორტს გრძნობს, თუმცა დაზიანება სერიოზული არაა. ცნობისთვის, PSG-ს მომდევნო მატჩი 17 სექტემბერს ატალანტას წინააღმდეგ ელის. მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მედიასთან ამ თემაზე ისაუბრა. ხვიჩას მდგომარეობა? არ ვიცი, ეს დამოკიდებულია ტესტებზე, რომელსაც სამედიცინო სტაფი ჩაატარებს. ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. ამბობს ენრიკე. ჯეო თიმის განახლებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩში ატალანტას წინააღმდეგ ითამაშებს. შემოწმება მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აჩვენა, როგორც ივარაუდეს. ხვიჩა ერთ დღეს დაისვენებს და შემდეგ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას მიიღებს. ლა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის ატლეტიკომ ვილიარეალს უმასპინძლა. მატჩი ატლეტიკოს გამარჯვებით 2-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვილიარეალში გიორგი მიქაუტაძეს დებიუტი შედგა. ქართველმა შემტევმა მინდორზე 78 წუთი დაჰყო, თუმცა სამწუხაროდ რეალური მომენტი არ ქონია. ქართველი ბომბარდირის დებიუტი ვილიარეალის ერთ-ერთმა ფანმა სოციალურ ქსელში დადებითად შეაფასა. რთულია, მაგრამ უნდა ვაღიარო. თუ ვინმე ფეხბურთელს გავდა, ეს მიქაუტაძე იყო. მომეწონა ჟორჟის თამაში, სწრაფი ჩართვები და გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, რომ მომავალში ის ბევრჯერ გაგვახარებს. დროა საჭირო. შეიძლება არ იცით, მაგრამ ის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირიც კი გახდა. მისი იმედი მე მაქვს. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერის შემდეგ კლუბის დირექტორმა როი გნეგეროლესმა მედიასთან ქართულ ფეხბურთელზე ისაუბრა. ჟორჟი თავდამსხმელია, რომელიც ვფიქრობ ჩვენს გულშემატკივრებს შეუყვარდებათ. ის ქუჩის სტილის ფეხბურთელია, ძველი ეპოქის მოთამაშე. ოდნავ დავიდ ვილიასა და ემილიო ბუტრაგენიოს თვისებები აქვს. დიდებული თავდამსხმელია, მასზე დიდი ფსონი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გაგვახარებს. დაგვეხმარება. გვჯერა, რომ ბევრ ამას მოგცემს, თქვა ნეგეროლესმა. ვილიარეალში ტრანსფერის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე მედიასთან ისაუბრა. ვიცი, რომ ჩემი ტრანსფერი კლუბისთვის უძვირთასესი იყო და იმედი მაქვს კარგი თამაშითა და გოლებით მოვახერხებ გუნდის წარმატებაში უნიშნელოვანი წვლილის შეტანას. ვიცი, როგორი ძლიერი თავდამსხმელები ჰყავდა ვილიარეალს. აქ წამოსვლამდე ვესაუბრე რობერტ პირეს, რომელმაც კლუბი ძალიან კარგად დამიხასიათა და ტრანსფერი მირჩია. მან მითხრა, რომ აქ ოჯახური გარემოა და წარმატების მისაღწევად ყველა პირობა მექნება. ბავშვობიდან ვუყურებდი ესპანური ლა ლიგის მატჩებს და ვოცნებობდი ამ ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშზე. ესპანეთში გამოდიოდა ეროვნულ ნაკრებში ჩემი თანაგუნდელი გიორგი მამარდაშვილი. იმედი მაქვს მომავალში ამ ლიგაში კიდევ უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. უკვე გავიცანი ჩემი ახალი თანაგუნდელები და ზოგად საკითხებზე მწვრთნელთანაც ვისაუბრე. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს აიოსე პერესთან, თქვა მიქაუტაძემ. FIFA მომავალი წლიდან სანაკრებო პაუზების ფორმატს ცვლის. როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომაზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 3 სანაკრებო პაუზა იყო. თითო თვეში 2 თამაში. 2026 წლიდან კი სექტემბრისა და ოქტომბრის პაუზები გაერთიანდება და ერთი ნაკრები ჯამში 4 თამაშს ჩაატარებს. სანაკრებო პაუზა 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ნოემბრისა და მარტის სანაკრებო პაუზებს არ ეხება. ნახოთ, როგორ გაამართლებს FIFA-ს ახალი ფორმატი. უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მას გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ კითხეს. გიორგის გარშემო სიახლეები იმედის მომცემი არ არის. სამწუხაროდ ისე ჩანს, რომ დალოდება უფრო დიდხანს მოგიუწევს, ვიდრე აქამდე ვიცოდით.
თუ ასე გაგრძელდა, არის საფრთხე, რომ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ვერც ოქტომბერში დაეხმაროს. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს 26-27 წლების ერთა ლიგის გათამაშება ელის. ამ ტურნირიდან გუნდებს ექნებათ დამატებითი შანსი, რომ ევრო 2028-ზე კვალიფიცირდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში იმყოფება. ცნობილი ხდება B დივიზიონის კალათები. პირველი კალათა შოტლანდია, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი. მეორე კალათა შვეიცარია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია. მესამე კალათა საქართველო, რუმინეთი, ირლანდია, სლოვენია. მეოთხე კალათა შვედეთი, მაკედონია, კოსოვო, ჩრდილოეთ ირლანდია. წილისყრა 2026 წლის იანვარში გაიმართება, თავად ტურნირი კი 2026 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს. სექტემბერის სანაკრებო პაუზაზე ჩვენი ნაკრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იყო. ეს ყველაფერი შეამჩნიეს ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ს ფანებმაც. სოციალურ ქსელში რამდენიმე მათგანი ზურიკოთი ძალიან დაინტერესდა. იცით, საქართველოს ნაკრების თამაშებს უყურე და კვარასთან დავითაშვილი ძალიან მაგრად ითამაშებს. ბარკოლასაც აჯობებს. დავითაშვილი აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. საფრანგეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ლიგა 2-ში ცოდოა. ზურიკოს თამაშს მეც დავაკვირდი. თურმე სენტ-ეტიენის ფეხბურთელია. იაფად შეგვიძლია ღიდვა. ამ დავითაშვილს წინა სეზონში ჩვენთან გაუტანია. საინტერესო ბიჭია. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2 ტურის შემდეგ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის H ჯგუფში პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს. მეორეს საქართველო, მესამეს თურქეთი, მეოთხეს კი ბულგარეთი. საფეხბურთო გამოცემა ჰუსკორდმა H ჯგუფის სექტემბრის თვის სიმბოლური გუნდი დაასახელა. საბედნიეროდ, ამ 11-ელში ჩვენი ორი მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მოხვდა. დანარჩენი 9 ფეხბურთელი კი ესპანეთიდანაა, რომელმაც თავისი ორივე მატჩი დომინანტურად მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა Facebook გვერდმა საქართველოს ნაკრების 2 მატჩის შემდეგ ჩვენ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. კერძოდ ეს პოსტი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ბოლო 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა და თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში, ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.